კარგი, მაშას ვაგრძელებთ მისიას. ფება გაიტაცეს, მოდი ავირჩიოთ ცხენი და რა არის, ცხენი რატო ვერ მიქხოს. კაი, მოდი კარტას დავხედოთ. სინქრონიზაცია ახლოს არის, მოდი ის გავიარო და შემდეგ მისიაზე წავიდეთ. აკე ახლოსია სინქრონიზაცია. მთავარი მისია არის წინა სერიაში, წინა ვიდეოში. ნახეთ, რომ ფება გაიტაცეს პატარა გოგონა ციკლოპის ხალხმა. და მთავარი მისია არის მივახციოთ ყაჩაღების ბანაკამდე და დავიხსნათ ფება. წეგან პატარა ენერგია იყო ამოსული, რომლის მოგროვებაც შეგვიძლია და ასეთი თუ რამე შეგხვდებათ რესურსი, ყველაფერი მოაგროვეთ, იმიტომ რომ ყველაფერი საჭირო არის. ხე, რკინა, მეტალი და ასეთ რაღაცები. ასეთ ზევსის ქანდაკებაზე საინტერესო ადგილას მივძვრებით. და ახლა ცოტა ხანში მოვახდინოთ სინქრონიზაცია. ანუ ეს ლეილა ჰასანი, რომელიც მომავლიდან ანიმუსიდან აწყოდროდან უпроსად არის კასანდრას მეხსიერებაში, თავის კომპიუტერში ახდენს სინქრონიზაციას, ანუ ადგილების სინქრონიზაციას, მეხსიერების და ამას ნიშნავს სინქრონიზაცია. ესეც ჩვენიერი ხედები სინქრონიზაციის დროს. აბა თუ გადავხვდებით ახლა. კი ბატონო, ჩვენიერი. ოპა. ახლა წავიდეთ მისიისკენ თვითონ. აქ ვერ ჩავხვდებით, შეიძლება დავიღუპოთ, ამიტომ ჩავძვრეთ ნელ-ნელა. ხილაკი C-ს მეშვეობით. C-ი შეგვიძლია, უფრო ზოგი C-ს უძახის ABC მოკლედ. მესამე ინგლისურის მესამე ასოთი ჩავძვრებით. და წავედით მისიისკენ. ესეც ცხენი გამოვიძახეთ სტვენის მეშვეობით, ანუ X-ი დიდი ხანი უნდა დავაჭიროთ, ოღონ გაბმული სტვენა არის, რითაც შეგიძლია მოიხო ცხენი, ფაბოსი, თუ ფობოსი, როგორც ქვია. და უბრალოდ X-ის დაჭერა მოკლე სტვენა არის, ამით ცხენი არ მოვა, მაგრამ ტერს შეგიძლია, ასე ვთქვათ, მოიტყო ტერი, ჩაუსაფრთე, მაგალითად ბუჩქებში და მოიხმო ტერი. ესეც მივედით ბანაკამდე. Молчи или затяну веревку. Получим за нее выкуп для циклопа. Никто меня не выкупит. Все бедные. Помолчи, Феба. ვაგრძელებთ ახლა. აი, ABC-ით მესამე ასოთი შეგვიძლია ჩავიცოცხლოთ. ტერმა რაღაც იეჭვა და F-ით მოახორციელებთ თავდასხმას. კი ბატონო. გავაგრძელოთ ახლა. აი, აქ უნდა ჩავსტიმოთ X-ი. X-ის დაჭერით, ამ ტერს გავაგონეთ რაღაცა ჩვენი სტვენა. რაღაცა იეჭვა, წამოვიდა ხმისკენ, მოვიტყუეთ და აი, ასე. გავაგრძელოთ, ახლა ორი კაცი დაგვრჩა, მისია შეიცვალა, მოკალეთ დანარჩენი ყაჩაღები. ესეც და კიდე ბოლო დაგვრჩა. აი ეს. მისია შესრულდა. ახლა გავათავისუფლოთ ფება. Спасай! Ты жива? Да ничего, в тот раз мне рот заткнули тряпкой, чтобы не кусалась. Феба, будь осторожна. Ты теперь одна, ведь... Родители мертвы. Но у меня есть ты. А у тебя я и Маркус. Мы твоя семья, да? Используй все свои навыки. Не сдавайся! Борись!
Да, отец. Спартанец встает сразу, как упал. Подними его. Ноги шире. Солдат не должен упасть. М? Да. Да. Нападай. Довольно, Николаус. Солнце садится. Пора поесть, согласен? Что мы будем есть? Предлагаю съесть малыша Алексиуса. Он ведь такой вкусный. Нет, не его. Лучше меня, я вкуснее. Да, ты сладкая, как мед. Давай, идем. Мясо сгорит. Вот. Уложи его спать. Да, отец. Кассандра. Ты моя главная гордость. Не забывай. Ты принесешь нашей семье славу. Иди. Да, Не переживай. чтобы быть как ты. Главное присматривать друг за другом. Кстати, те типы об этом говорили. И что? Циклоп объявил за тебя награду. Талос хочет тебя убить. Талос, наемник? Когда же все это закончится? Лучше тебе опередить его. Говорят, он очень жестокий. Я найду дорогу в город. Спасибо. Талос, значит. ფება წავიდა და ჩვენი მისიაც შეიცვალა. Снова мост. აიღე ფული ვაჭრისგან სამიაში, რომელზეც მარკოსი გვეუბნებოდა. ესეც დაქირავებული მკვლელები. ნახოთ ეს თალოსი, რომელიც არის მე-9 რანგის, ჩვენ ჯერ კიდე პირველის და ჩვენს მოსაკლავად არის დაქირავებული. ანუ ციკლოპმა დაიქირავა ის ჩვენს მოსაკლავად. ასე რომ ის გვეძებს, შეიძლება სარმე გადავეყაროთ და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ჩვენზე ძლიერია, მე-9 რანგის არის და ჩვენ ჯერ კიდე პირველის. ახლა კი ეს მისია, რომელიც ეკრანზეც ჩანს, აიღეთ ფული ვაჭრისგან სამიაში. შესაძლოა მაღაზიის დაბევამ დაარწმუნოს დურისი თანხის გადახდაში და დურისის მოკლა არასდროს არის გვიან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვძებნოთ დურისი ახლა. გამოვიძახოთ ფობოსი, ჩვენი ცხენი. შევახდეთ და წავედით. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ვცდილობ ყველაფერი აუცილებელი და მთავარი ფაქტები რაც არის, ქართულად გითარგმნოთ. დიალოგებს ისედაც ქართულად სუბტიტრებს ვადებ და მისიებსაც ქართულად თარგმნით და კიდევ თეორიულად თუ რამე ვიცი, ყველაფერს აგიხსნით და ყველაფერს ვიცდები, ყველაფერი მოგიყვეთ. თავარია ასეთი მეთოდით გებულობთ მსვლელობას, თამაშის მსვლელობას, მისიას, რა აზრია ჩადებული, თავარი რა არის ამ თამაშში. როგორ ვითარდება სიუჟეტი და ასე შემდეგ. ესეც მივედით გამყიდველთან, ვაჭართან და დაგტოვებთ ახლა მათ დიალოგთან ერთად. Здравствуй, Дурис. Дела идут в гору? Скажи Маркосу, чтобы он приходил за деньгами сам. А? Но я уже здесь. Слушай, я просрочил выплату. Теперь Маркос требует от меня двойную сумму. У меня столько нет. აქაც ვირჩევთ რა უპასუხოთ ამ ვაჭარს, ერთი რომ მას არ უნდა იყო ვალი, თუ გადახდა არ შეძლო ერთი ეს შეგვიძლია უთხრათ და მეორე რომ ორმაგი გადასახადი ცოტა უსამართლოა. მოდი შევიცოდოთ და უთხრათ რომ ორმაგი გადასახადი ცოტა უსამართლოა. Ты пропёшь? Я так ему и сказал. Сам знаешь, он вспыльчив. Заплати ему, и все.
Скажи Маркосу, что я заплатил сполна. Я не склонюсь перед наемником. Или перед глупцом, что рискнул занять деньги у циклопа. У циклопа? Вот как он купил виноградник. Слушай, я знаю, Маркос тебя спас. Забрал с улицы, когда ты была ребенком. Но пойми, он сошел с ума. ახაც ვირჩევთ რა უპასუხოთ, რომ ერთი მაინც გავჯიუტეთ და მოთხოვოთ ფული, სანამ ფულს არ მომწემართავთ ხო და მეორე რომ შევეშვათ დროებით და წავიდეთ. მოდი წავიდეთ. В этом ты прав. Забудь о деньгах. Нам с Маркосом нужно поговорить. Ты простишь долг? Возьми хотя бы меч. Он не ахти, но все равно лучше твоей ржавой железки. Пожалуй, он мне пригодится. Приведи Маркоса в чувство, или вам конец. ну შევეშვით ამ ვაჭარს, იმიტომ რომ გავიგეთ რომ თლად მარკოსიც არ ყოფილა სწორი, ორ მაგი გადასახადი მოუთხოვია, თან ციკლობისგან აუღია ვალი და მოკლედ მარკოსთანაც გვაქვს რაღაცები გასარკვევი, ასე რომ ამ ვაჭარს დროებით შევეშვით.